როიტერსის ცნობით ჩინეთმა შეერთებული შტატების ზუსტი დროის ნაციონალური ცენტრის გატეხვაში დაადანაშაულა. ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მონაცემებით, შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე წლის განმავლობაში აღწევდა უწყების შიდა ქსელში, იპარავდა მონაცემებს და უთვალთვალებდა თანამშრომლების მოწყობილობებს. პეკინი ამტკიცებს, რომ ქსელის გატეხვას შეეძლო საფრთხე შეექმნა ქვეყნის კავშირგაბმულობის, ფინანსური სისტემის და დროის საერთაშორისო ეტალონისთვისაც კი. ჩინელების მტკიცებით ჰაკერული შეღწევა დაიწყო ერთ-ერთი თანამშრომლის სმარტფონიდან. ამერიკელმა ჰაკერმა ისარგებლეს უცხოური წარმოების ტელეფონის მესენჯერში არსებული ხარვეზით. კონკრეტული მოდელი არ სახელდება. ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით იმუქრება, თუ კი პარტია განაგრძობს მისგან გერმანიის ალტერნატივასთვის დაახლოების მოთხოვნას. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ულტრამემარჯვენე პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის კოალიციაზე კატეგორიული აკრძალვა უნდა მოიხსნას. მერცი კი აცხადებს, რომ მისთვის ეს მიუღებელია და თანამდებობის დატოვება ურჩევნია. ასეთ შემთხვევაში კი გერმანიის კანცლერის პოსტი სხვამ უნდა დაიკავოს. ტელეკომპანია BFM TV-ს ცნობით საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელს სამარტოო საკანში მოიხდის. მანამდე ყოფილ პრეზიდენტს მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა და 100,000 ევროიანი ჯარიმა დააკისრეს. სასამართლომ ის დამნაშავეცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფისგან ფულის მიღების მიზნით დანაშაულებრივ შეთქმულებაში. ეს ფული მას 2007 წელს საკუთარი კამპანიის დაფინანსებისთვის სჭირდებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ სარკოზიმ განაცხადა, რომ ღირსეულად იმოქმედებს. ციხის არ მეშინია, სანტეს კარის წინაც თავაწეული ვიქნები, არაფერი დამიშავებია, არაფერი მომიპარავს და არავისთვის მიღალატია, თქვა მან. საფრანგეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი რეალურად მოიხდის სასჯელს ციხეში. დონალდ ტრამპმა ატვირთა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი, რითაც მიანიშნა იმათ, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის. კადრებში ჩანს, რომ მისი თვითმფრინავი გადაუფრებს მომიტინგეებს, რომლებსაც ხელში უკავიათ პლაკატები წარწერით უარი მეფეებს და მათ თავზე ფეკალიებს აყრის. ზელენსკიმ აღიარა, რომ ვაშინგტონში შეხვედრაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები კიევს დონბასიდან გასვლას თხოვდნენ. კერძოდ, ზელენსკის თქმით, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვოიტკოფი ეუბნებოდა, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილია მისი კონსტიტუციის თანახმად. ბატონი ვოიტკოფი ამბობს, რომ ეს რუსეთის კონსტიტუციაშია შეტანილი. ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს აშფოთებს ის, რომ უკრაინამ შეიძლება საბრძოლო მოქმედებებში პაუზით ისარგებლოს და მოემზადოს შეტევისთვის. ისინი ხელახლა ყვებოდნენ ისტორიას იმის შესახებ, თითქოს ჩვენთვის პაუზის მოცემა არ შეიძლება. თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ დონბასიდან უკან დახევნის მოთხოვნას არ დაეთანხმება. ჩინეთმა მოაწყო გრანდიოზული სანათების შოუ, რომლის დროსაც ერთდროულად გაუშვათ საში 15,947 დრონი. გარდა სანახაობრივი მხარისა, ღონისძიებამ მსოფლიო რეკორდიც მოხსნა. საში გიგანტური ყვავილები და ხეები ყვაოდა, ჩნდებოდნენ პლანეტები.